რომსანიძე 6 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, თამაში, ბალეტი, ქართული ცეკვა და ტანვარჯიში. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. რაღაცებსაც ეშვებოდი და გამომდიოდა. მე ვიცი გოგონას ხატვა, სახლის ხატვა და ბიჭუნას ხატვა. ყველაზე ძნელია გემის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს ყავისფერი. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ, რომ დიდი რომ გავიძები და ვათვალიერებ. ძალიან მინდა სახლში მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დავუპატიებ დედა, მამას, ჩემ ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს და ჩემ მამიდას. მან ჩემ მამიდა არის ყველაზე მაგარი მამიდა. ასე მგონია, რომ მეუბნება, რომ ძალიან კარგად იქცევიო. სულ ჩემთან კარგად იქცევიო და არასდროს არ მიცია შენთვის შენიშვნაო. მე მინდა ნახატები გავყიდო ათლარად. მე ამ ფულით ვიყიდი სათამაშოებს ბეტმენში. ჩემი საყვარელი თამაშია დამალობანა და დედადაშვილობანა. დედაშვილობანა ვთამაშობ ხშირად ჩემ თოჯინებთან. დაახლოებით 3 და 1 აქვს ჩემმა სტიჩი. და მის სათამაშოებსაც ვიყენებ. მე მყავს 3 თოჯინა. კიდევ მყავს პატარა ვარდისფერი სტიჩი. რომ გავიზები, მინდა გამოვიდე ხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი ექიმი. მე ასევე მიყვარს ბალეტი და ვარ კარგი ბალერინა. 4 წლის რომ ვიყავი, მაშინ შევედი ბალეტზე. 5 წელს მქონდა კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა ბოლო კონცერტი, რადგან პირველი ადგილი ავიღეთ. მე ვაპირე კიდევ ვიცეკო ბალეტზე 10 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს და მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის დია ბარამიძე. ყველაზე ჭკვიანი ვარ 3: ნატალი თურმანიძე, მარიამ ლორია და მე. ყველაზე მშვიდია ილია ოსანაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და პრანჭია. საიდან ვიცი ლამაზი ვარო და ჩემი დედიკო და მამიკო მეუბნებიან, შენ ხარ ყველაზე ლამაზი. სკოლაში მივდიოდი და ერთმა ჩინელებმა გადამიღეს ფოტო. თურქეთშიც რო ვიყავი, პოლიციელებმაც გადამიღეს. ანუ მე ვარ მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია სოფო საფარიძე. ძალიან კარგად მასწავლის ინგლისურ ენას. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა რომ ვიცოდე ჩინური ენა. ეხლა მინდა 8 წლის ვიყო, რადგან არის ძალიან დიდი რიცხვი. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, ჩემი დედა, ჩემი მამა, ჩემი ბაბუ, ჩემი ბებია და ჩემი კატა. ესენი ყველა არის ჩემი. კიდევ მინდა მყავდეს პატარა და. ჩემი ძმა არის 4 წლისას და ქვია დათა. ის არის ხანდახან გვაცინებს, ხანდახან ვეთამაშება, ხანდახან მაბრაზებს. მაშინ მაბრაზებს, როცა რაღაცა მინდა და არ მაძლევს. ჩემი არის დათა რო გაიდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის მშრომელი და კეთილი და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, თაფლის ნაირი ტკბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ქათმის წვიანი. ჩემი საყვარელი წიგნია დედა ენა. საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. მე ეხლა ხან შევედი ტანვარჯიშზე. მე უკვე შემიძლია შპაკაჭის გაკეთება და კოტრიალი. ბატუტი კი არის, მაგრამ მხოლოდ ჯიდებითი. არა და მე მინდა მაღლა ვიხტუნავო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ყველა ხალხი 100 წლამდე იცოცხლოს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა
მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნინი რო არ მექოს არ მექვეოდა. მე ნინი დამარქვა მამამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ნინი რო არ მეგვას მერქვეოდა ლილე. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ ესეთ შეკითხვა. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მაგალითად, მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს ძმასთან ერთად. ბედნიერება არის რაღაც თუ ოცნებობ და აგიხსნა ოცნება. ჩემი ოცნება არის, რომ ძალიან მალე გავიზარდო დიდი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.